მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი თევნა ცხომელიძე და ეს არის მედიახმის პოდკასტი, რომელიც ეხება სხვადასხვა საინტერესო თემას, მათ შორის პროპაგანდას, კრემლის და რუსეთის პოლიტიკას საქართველოში და დღეს ვისაუბრებთ ამ თემებზე ჩვენს მორიგ რესპონდენტთან, ლევან ავალიშვილი არის ჩვენთან. გამარჯობა ლევან, მადლობა რომ მოხვედი. არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი და ლევან, პირველ რიგში მინდა გკითხო იმ თემაზე, რაც დღეს ყველას ერთად გვაწუხებს, ეს არის პროტესტი, ის თუ სად არის დღეს ქვეყანა, ვიცი რომ ცოტა რთული არის ვისაუბროთ რა შეიძლება იყოს და პროგნოზები გავაკეთოთ, მაგრამ შენი ხედვა მაინტერესებს, აი დღევანდელ დღეს უკვე თითქმის 100 დღე არის, რაც უწყვეტი პროტესტია რუსთაველზე. პროტესტი გრძელდება, მაგრამ თვითონ მე ჩემი აზრი არის რომ ცოტა პროტესტმა მე მგონი შინაარსით შეიცვალა და ადრე თუ ჩვენ ყველაფერი დავიწყეთ ასე ვთქვათ ევროინტეგრაციის საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ბრძოლისთვის დღეს ეს ყველაფერი ჩემი შეფასებით უფრო უფლებების დაცვის ჭრილში გადავიდა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ სამოქალაქო უფლებებისთვის ვიბრძვით რეალურად. ანუ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოში არ დამყარდეს დიქტატურა. ადრე თუ იყო ასე ვთქვათ მოწოდება, რომ დაუბრუნდეთ რაღაც ევროპულ გზას, ნორმალურ ცივილურ ურთიერთობებს და ეს ყველაფერი გადავიდეს, ასე ვთქვათ, ურთიერთობების სხვა მიმართულებით, დღეს უბრალოდ უფლებებისთვის ვიბრძვით, ანუ მედიის თავისუფლებისთვის, აზრის გამოხატვის უფლებისთვის, იმისთვის, რომ სასამართლომ არ გამოიტანოს, ასე ვთქვათ, არ დაბეჭდოს გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ პარლამენტმა ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და დემოკრატიული ელემენტარული სტანდარტების გარეშე არ მიიღოს დრაკონული კანონები. ანუ რეალურად ჩვენ დავბრუნდით პერიოდში, როცა ნულიდან ვიწყებთ რეალურად ახლა იმას, რაც 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევით ვაშენეთ. ეს არის ელემენტარული სამართლიანობის რაღაცა მექანიზმები, რომლებიც საქართველოში ასე თუ ისე არსებობდა. არასდროს არ იყო, რა თქმა უნდა, სრულყოფილი, ხო, მაგრამ რაღაც, ასე ვთქვათ, მოჩვენებითი მაინც იყო. ხანდახან სიმართლეც გადიოდა, ხანდახან რაღაც გამარჯვების საშუალებაც იყო იგივე სასამართლოში, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა საქართველო მიექანება პირდაპირ დიქტატორულ, ავტოკრატიულ სივრცეში, ისეთში, როგორშიც ცხოვრობს ბელორუსი, რა ვიცი მე, აზერბაიჯანი, რუსეთი. აი ამისთვის ვიბრძვით უკვე და არა მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც საქართველოს გააგრძელოს თავის გზა ევროკავშირის მიმართულებით. ანუ შინაარსობრივად შეიცვალა ყველაფერი. ჩემი თვალთახედვით ელემენტარული უფლებებისთვის ვიბრძვით, ელემენტარული დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ლევან, შენც ახსენე, რომ მივექანებით დიქტატურისკენ და ავტოკრატიისკენ, მაგრამ მე მაქვს ესეთი განცდა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასე მძაფრად ვერ აღიქვამს. გასაგებია, რომ შეიძლება ყველამ არ იცოდეს რა არის დიქტატურა და ვთქვათ, როგორ მიდიან რეჟიმები ამამდე, მაგრამ შეგრძნების დონეზე, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვინც ქუჩაში ვართ, ანუ ვიბრძვით, ძალიან თვალსაჩინოა ჩვენთვის იგივე ჯარიმები, იგივე ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებენ და რა ვიცი, ციხეების გავსებას აპირებენ. რატომ არის შენი აზრით არა ასეთი სენსიტიური, ან თუ ფიქრობ, რომ ესეა, რომ თქვათ, მთლიანი საზოგადოება ესე რადიკალურად არ აღიქვამს, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა ერთი თვის მერე უბრალოდ დიქტატურაში გავიღვიძოთ, თუ უკვე არ ვართ. არ ვიცი რატო არ აღიქვამს, ალბათ აქ ბევრი ფაქტორი არის. შეიძლება ეს მათ შორის საგარეო ფაქტორებითაც იყოს გათვალისწინებული და ეს შიში, რაც იმის გამო, რაც უკრაინის გარშემო ხდება, მათ შორის იმის გამო, თუ როგორი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო შეტევა იყო წინა საარჩევნო პერიოდში, ამა ყველაფერმა, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ იმოქმედა. ასევე მათ შორის იმიტომ, რომ ეს რაღაც ეკონომიკურ ჯერ არ გადასულა იმ დონეზე, რომ ეკონომიკურად ვიგრძნოთ ის თუ რა, ასე ვთქვათ, რა მდგომარეობაში შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს თუ ესე გავაგრძელეთ, ხო? ანუ ეს ალბათ დრო მოიტანს ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ეს საზოგადოება, რომელიც 30 წელი, ასე ვთქვათ, იბრძოდა იმისთვის, რომ რაღაცა დემოკრატიული სტანდარტები დაფუძნებულიყო ამ ქვეყანაში და აზრის გამოხატვა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, უმაღლეს დონეზე.
ნელ-ნელა ამას გააცნობიერებს, იმიტომ რომ რაღაცა შეფარულად ნელ-ნელა ხდება. ხა ჩვენ თავის დროზე როცა რუსულ კანონს იღებდნენ, რომელსაც ასე ვთქვათ, მეორე მხარე გამჭვირვალობის კანონს ეძახდა. მაშინ ვიძახდით უკვე, რომ ყველაფერი მივიდოდა იქამდე, სადაც ეხლა მიდის, ხო? ეს იყო რეალურად შემოbrunების წერტილი. შემოbrunების წერტილი იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ იყო რაღაც გამჭვირვალობაზე, არამედ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო ცვლიდა თავის საგარეო ორიენტაციას არჩევანს. აცხადებდა რა დასავლურ, ასე ვთქვათ, ევროპულ მხარეს ჩვენ მეგობრებს აცხადებდა მტრად, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში რაღაც გადატრიალების მოწყობას. და ეს კანონის ეს შემოტანა რეალურად ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ქვეყანა, ანუ ხელისუფლება გადადიოდა რუსულ რელსებზე და ეს რეალურად დასტურდება კიდევაც და კარგად ჩანს, რომ ამ კანონს მერე მოყვა სხვა კანონები და მინდა დავარწმუნო, რა ვიცი, მაყურებელი, რომ ეს თუ არ შეჩერდა, გაცილებით უფრო მოუჭერენ მარწუხებს, გაცილებით უფრო ნაკლები სივრცე დარჩება იმისთვის, რომ ჩვენ გამოვხატოთ მაგალითად თავისუფლად პროტესტი, აუცილებლად შეზღუდავენ და უკვე დაიწყო შეზღუდვა მედიებს, გააქრობენ არასამთავრობო სექტორს, გადავლენ აუცილებლად აკადემიაზე, ანუ შეზღუდავენ თავისუფალ სივრცეს, იმიტომ რომ სხვა აქ ალტერნატივა არ არსებობს. თუ შენ გადადიხარ ავტოკრატიულ მმართველობაზე, შენმა შეზღუდო ყველაფერი, იმისთვის რომ თავისუფალი სივრცე ჰქონდეს საკუთარი საქმიანობისთვის. ეს ესე აუცილებლად მოხდება და ყველა ვნახეთ, ხო, ანუ მაისიდან დღემდე რამდენი არის გასული და უკვე ამდენი კანონი მიიღეს და კიდევ უფრო დაამძიმებენ აუცილებლად მათ შორის გამოხატვის ფორმებსაც შეზღუდავენ, მათ შორის პროტესტის ფორმებსაც შეზღუდავენ. ეს ნელ-ნელა ხდება ეტაპობრივად, არა, ასე ვთქვათ, ერთ დღეში, მაგრამ ანუ ყველა ხედავს უკვე ხო რეალურად, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი. თუ ამას ჩვენ არ გავაჩერებთ დღეს. მათ შორის ახლა დაანონსებული კანონი სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, ალბათ ესეც არის, რომ ერთი რომ რაღაცა ციხეში გაუშვან ადამიანები, მეორე იარლიყი რომ მიაკერონ, ალბათ ზუსტად პირიქით ადამიანებს, ვინც იბრძვის სამშობლოს ღალატის წინააღმდეგ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ეს ხა პრინციპში ახალს არაფერს არ იგონებენ, ანუ ეს გავლილი გზა არის, რომელიც გაიარა ბევრმა ესეთმა ქვეყანამ, ხო, დაწყებული ბელორუსიდან დამთავრებული, რა ვიცი მე, აზერბაიჯანთან. ანუ ყველაფერი ანალოგიურად ხდება. მე მგონი პროექტი ყველასთვის ცხადი და ნათელი უნდა იყოს ერთპარტიული ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც მართავს თავისი გონებით, განწყობით და თავისი ინტერესებით ამ ქვეყანას, სადაც თავისუფალი აზრი და ასე ვთქვათ, ოპოზიციური სპექტრი, თავისუფალი საზოგადოება იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ანუ ეს გარდაუვალი არის, თუ ჩვენ არ შევაჩერეთ ეს პროცესი ახლა. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი? ძალიან ხშირად გვესმის მოსაზრება და ანუ მეც ასე მგონია, რაღაცა უკვე არჩევნების გზით ავტოკრატიას ვერ შეცვლით, გვესმის, რომ რაღაცა ამოიწურა ამ პროტესტის მშვიდობიანი ფორმები. მეორე მხრივ არჩევანი არის, მაშინ არ ამშვიდობენ, რისთვისაც ჩვენი საზოგადოება არც მზად არის, არც სურვილი გვაქვს და სულ ამას ვამტკიცებთ, რომ რაღაცა მშვიდობიანი პროტესტს მივყვებით. როგორ ვქო, რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი და იგივე ბელორუსი რამდენჯერ მიახსენეთ და მეც სულ პარალელს ვავლებ ხოლმე, შენ მაინტერესებს, როგორ ფიქრობ, რამდენად გავს ჩვენი მდგომარეობა ბელორუსისას, ამ პირიქით რა სხვაობა არის, იმიტომ რომ იქ არც თუ ისე კარგი შედეგი დადგა საბოლოოდ. სხვაობა, რა თქმა უნდა, არის ეს თვითონ საზოგადოების მზაობაზე და საზოგადოების ხარისხზეა საუბარი, ხო, ანუ ესე მარტივად საქართველოში ჩემი აზრით არ გამოვა. პროტესტი უკვე უნიკალურია დღეს მდგომარეობით, ანუ მე მგონი 100 დღე გრძელდება. ყველა პროტესტს აბსოლუტურად აქვს აღმავალი და დაღმავალი ფაზები და ეს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, როგორც კი ჩემი მოსაზრებით, როგორც კი ხელისუფლება გადადგავს შემდეგ ნაბიჯს და ეს ნაბიჯი აუცილებლად იქნება რუსეთთან ურთიერთობების უკვე ფორმალურ დონეზე ასე ვთქვათ, დალაგება, როცა ეს
ყველაფერი აქეთკენ მიდის, რა თქმა უნდა, და ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ დიპლომატიურ კავშირს აღადგინა. რა თქმა უნდა, აუცილებლად მოხდება, ეს გარდაუვალია რო არ მოხდეს. დაუჯერებელია. ეს აუცილებლად გამოიწვევს პროტესტის ახალ ტალღას. ესეც გარდაუვალი არის ჩემი აზრით. და ზოგადად რაც ანუ ხელისუფლებამ როგორც არ უნდა შეფუთოს ეს და პროპაგანდამ როგორც არ უნდა შეფუთოს, ფაქტი არის უცვლელი. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოხატავს ამ პროტესტს, ხო? ანუ შეიძლება ქუჩაში არ გამოდიოდეს, შეიძლება იშვიათად გამოდიოდეს, შეიძლება ყოველდღე არ დადიოდეს, მაგრამ ჩვენ ვართ მეტნი. ანუ საქართველოს მოსახლეობა სურს ნორმალური თავისუფალი საზოგადოების და ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყოს. ეს არის მოცემულობა და თუ ამ მოცემულობას არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, დღეს იქნება, ხვალ იქნება, თუ ზეგ იქნება, აუცილებლად მოუწევს გაცილებით უფრო რთული არჩევანის წინაშე დადგომა. ჩვენც მოგვიწევს თავისთავად და სამწუხაროდ რაღაც არ შემიძლია რაღაც პროგნოზებზე საუბარი, მაგრამ შეიძლება ხა ჩვენ ვართ დაღმავალ, ასე ვთქვათ, ტრაექტორიაზე ამ პროტესტის მოძრაობის, მაგრამ ესეც ციკლური არის, ანუ ზოგადად ისტორია ამას აჩვენებს, რომ ყოველთვის ხდება რაღაც შენელება, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, ეს დაპირისპირება ცივილური და ცივილიზაციური არჩევანს შორის არის შეუქცევადი, აუცილებლად მოხდება, ასე ვთქვათ, სერიოზული დაპირისპირებაც და მე ვფიქრობ, რომ აი შემდეგი ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ იგეგმება, არ ვიცი როგორი ფორმით მოხდება და როდის მოხდება, აუცილებლად გამოიწვევს კიდევ უფრო მძლავრ პროტესტს, იმიტომ რომ ეს გარდაუვალი არის. არ უნდა საქართველოს მოსახლეობას იყოს რუსული ცივილიზაციის ნაწილი, არ უნდა რომ იყოს, ვთქვათ, კრემლის კონტროლის ქვეშ არსებული საზოგადოება. ანუ ეს შეუძლებელი არის და ეს დაპირისპირება აუცილებლად მოხდება. ალბათ ბელორუსთან ეგეც განგვასხვავებს ზუსტად, რომ თქვათ მათთვის მტერი ესე დეკლარირებული მტერი რუსეთი არ ყოფილა და ჩვენ ხა ომი გქონდა და სწორედ ამას ვიძახი, სწორედ ამას ვიძახი, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ხა უფლებების საკითხი მე ვახსენო, რომ ხა ჩვენ მივუძით უფლებებისთვის, მაგრამ ეს ხო ცივილიზაციური დაპირისპირებაა რეალურად, ანუ როგორი საზოგადოება გვინდა ჩვენ სად ვხედავთ საქართველოს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, ანუ ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ვხედავთ თუ რაღაც, ასე ვთქვათ, ოფშორულ სახელმწიფოთ, რომელსაც აკონტროლებს ვიღაც ოლიგარქების ჯგუფი და აკეთებს აქ ფულს, ხო? ანუ საითკენ რა მზაობა აქვს საზოგადოებას, რომ ამას დაუპირისპირდეს. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი მედეგობა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ 30 წელი სწორედ ასეთი მიმართულებით ვითარდებოდით და ეს ერთ დღეში, ორ დღეში, კიდევ ორ წელიწადში ამას ვერ აღმოფხრის ვერც, ასე ვთქვათ, პროპაგანდა და ვერც ხელისუფლება. ამიტომაც ისინი, ასე ვთქვათ, შეფარულად და ნელ-ნელა მოქმედებენ და არა პირდაპირი გაცხადებით, იმიტომ რომ სხვა მხრივ ძალიან გაუჭირდებოდათ. ნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ გლობალური მოვლენებით სავარაუდოდ აისახება კიდევაც განწყობებზე. ტრამპის გულისხმობ. შიშები, რა თქმა უნდა, ანუ ეს გლობალური პოლიტიკა ყველა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ისეთ რეგიონში ვართ, რომელიც განიცდის სერიოზულ გავლენას აი ამ გლობალური პოლიტიკის, ამ გადალაგებების, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ანუ მოცემულობა ესეთი არის და საზოგადოებაც ძალიან ასე ვთქვათ, განვითარებულია და ხვდება იმას თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იყოს ქვეყანა. ამით ხანდახან სარგებლობს პროპაგანდა, ხანდახან ეს გამოსდის, ხანდახან ეს არ გამოსდის და ეს ფაქტორები ჩვენ გასათვალისწინებელი გვაქვს, მაგრამ მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს პირველ რიგში თავის თავისუფლებას და იბრძოლებს, ასე ვთქვათ, უფლებების იმ მონაპოვარისთვის, რაც ამ 30 წელმა აი ამ ბრძოლამ, სისხლის ღვრამ, ბევრმა, ასე ვთქვათ, პრობლემის მიუხედავად ჩვენ მაინც მივიღეთ, ხო, ეს არის ელემენტარული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, რომელსაც ახლა ცდილობენ, რომ მთლიანად შეცვალონ. ეს დაპირისპირება გარდაუვალი არის და აუცილებლად მოხდება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ საზოგადოება რატო შეიძლება ვერ აღიქვამდეს ძაფრად, შენ ახსენე პროპაგანდა და მინდა ზუსტად კითხო ამაზე.
რამდენად ძლიერი არის საქართველოში ასე რუსული პროპაგანდა პირდაპირ ქართული არც არსებობს პირდაპირ ჩემი აზრით ის არის კრემლიდან მომდინარე და კრემლის თარგზე გამოჭრილი. რამდენად ძლიერი არის ეს პროპაგანდა და ჩვენ როგორ შეიძლება რომ დაუპირისპირდეთ? ну პროპაგანდა რა თქმა უნდა ძლიერი არის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი არის ამ პროპაგანდის უკან. მეცაც ვიტყვი უფრო ამას პროპაგანდა რაღაც ისე ჟღერს მარტივად უფრო საინფორმაციო უწყვეტი საინფორმაციო ოპერაცია რომელიც მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ყველა ფორმატში იქნება ეს რა ვიცი სოციალური ქსელები თუ იქნება ეს მედია თუ იქნება ეს ონლაინ მედია და ამის წინააღმდეგ დაპირისპირება არ არის მარტივი საკითხი მე ვფიქრობ რომ მხოლოდ საქართველოზე კი არ არის საუბარი ანუ გლობალურ მასშტაბზეც რომ ვისაუბროთ რაღაც ჯერჯერობით ეფექტური წინააღმდეგობა არ ჩანს. მათ შორის ამ ბოლო ცვლილებების გათვალისწინებით და მემარჯვენე პოპულისტური ხაზის გაძლიერებით, რომელიც დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვფიქრობ, რომ რა ვიცი, რაღაც ახალი გზების და ახალი საშუალებების ძიება მოუწევს იმ საზოგადოებას, რომელიც თვლის, რომ ის მონაპოვარი, რომელიც აქვს ევროპას და ასე ვთქვათ, ლიბერალურ დემოკრატიულ საზოგადოებას აი ცივი ომის დასრულების მერე. ამის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა და სხვა სტრატეგია სჭირდება, ვიდრე აქამდე იყო. ეს როგორ მოხდება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვთქვათ, ფინანსური რესურსები საკმაოდ ძლიერი აქვს პირველ რიგში რუსეთს და მათ შორის ძალიან აქტიურად იყენებს საქართველოში. რაღაც მაგალითებზეც რო ვისაუბროთ, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს იგივე ეს ომი გინდათ რაც იყო წინასაარჩევნო კამპანიისას რეალურად ხო ეს იყო სუფთა პროპაგანდის შედეგი და არავის არ უნდა ომი და რაღაცნაირად ასე ვთქვათ მშვიდობა მიიკერეს თავის თავზე. რა არის კიდევ ისეთი თუ ახსენდება ხარ რაღაც ისეთი რაც აი სუფთად პროპაგანდით ამუშავეს და ამ საინფორმაციო ომში მოგვიგეს. ეს სხვადასხვა ეხაც გრძელდება, ეხა მაგალითად ეს ნარატივი შეიცვალა ისე რომ აი ჩვენ ხო ვიძახდით, ჩვენ ამბობთ მართლები, უნდა ჩვენი ომში ჩართვა და ჩვენ ეს არ დაუშვით. და ეს ხაზი ეხლაც გრძელდება. კი, საკმაოდ კარგად იმუშავეს, მე ვფიქრობ ამ მიმართულებით. ძალიან დიდი ფინანსური რესურსი ჩადეს და სამწუხაროდ მეორე მხარემ, ანუ ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარი, ამას ვერაფერი ვერ დაუპირისპირა. პროპაგანდა, ანუ აი თავი რაც უნდა გავიაზროთ, როცა ამაზე ვსაუბრობთ, არის რომ პროპაგანდა მუშაობს ემოციებზე და არა ასე ვთქვათ რაღაც კვლევებზე, ან დასკვნებზე, ან რაციონალურ აზროვნებაზე. თავიდანვე როცა შეიქმნა ეს სტრატეგიები პროპაგანდის ცივი ომის პერიოდზე მაქვს საუბარი, როცა საინფორმაციო სივრცე გაიხსნა და რადიოს მეშვეობით იყო თუ სხვა წყაროების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება გაცილებით სწრაფი და მარტივი გახდა და დღეს ეს კიდევ უფრო დაჩქარებულია სოციალური ქსელების და ინტერნეტის წყალობით. პროპაგანდა ყოველთვის მუშაობს ემოციებზე და ყოველთვის მუშაობს იმაზე, რომ შიშებზე. და ამის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, არგუმენტირებული რაციონალური კამპანიის წარმოება საკმაოდ რთული არის. ახლა რაღაც ტრამპის ბოლოდროინდელი ნაბიჯები და განცხადებები ცოტა ჩემთვის ტვინი ერორს მიწერს, ხოლმე ზოგჯერ არ მჯერა რას უსმენ და საერთოდ ვერ ხვდები როგორ უნდა გადალაგდეს, იმიტომ რომ მთელი ცივი ომი დამოყოლებული ჩვენთვის იყო რაღაც რუსეთი და ამერიკა ორი დაპირისპირებული მხარე. როგორც ჩანს, ფიქრობ რაღაც საერთაშორისო დონეზე გადალაგდება ძალები და თუ გადალაგდება, სად შეიძლება ჩვენ მოვყვეთ. ჯერ ტრამპს არც უხსენები ვარ და შიშით ველოდები კაცმერც როგორ გვახსენებს, მაგრამ სად შეიძლება მოვხვდეთ ან აი რაღაც რაბანაკში.
იცით რა არის, ანუ ჩვენ ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, მეც სულ ამაზე ვფიქრობ, ანუ ჩვენ ძალიან ბევრ ყურადღებას უთმობთ მსოფლიოში რა ხდება და ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სადღაც მიიღება, მაშინ როცა ჩვენ წინ არის პრობლემა, რომელიც არის გადასაწყვეტი და რომელიც არის ჩვენ ხელში. ანუ როგორ გარიგდებიან რუსეთი და ამერიკა უკრაინასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენ სად ვართ და ჩვენ რა გვინდა, ხო? ჩვენ რისთვის ვიბრძვით დღეს? გასაგებია, რომ იქ საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, მაგრამ დღეს საქართველოს ჩვენ ელემენტარული უფლებები გვერთმევა. ანუ ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამაზე უნდა კონცენტრირდეთ და ეს უნდა მივიტანოთ ადამიანებთან, რომ უსაფრთხოდ არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო წესრიგი როგორ დაალაგდება. ჩვენ ყოველდღიურ უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე დღეს საქართველოში იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც დღეს ჩვენ გვმართავს. ანუ ეს უფლებები, კონსტიტუციური გარანტიები, სამართლიანი სასამართლო ეს პირველ რიგში ჩვენ გვეხება, ხო და ჩვენი მოსაგვარებელია ეს პირველ რიგში. და არ აქვს მნიშვნელობა იქ რა სიტუაცია იქნება ფრონტის ხაზზე. ჩვენი ფრონტის ხაზი გვაქვს, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ელემენტარული კეთილდღეობისთვის ვიბრძვის აი ამ ქვეყანაში დღეს ამ მოცემულობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რა ხდება და როგორ განვითარდება მსოფლიო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და ჩვენ უნდა ვიყოთ აი ამ ხაზზე, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ყველაფერი, ანუ ეს მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს 30 წლის განმავლობაში, რომ თავისუფალი საზოგადოება ვართ, აზრის გამოხატვის უფლება გვაქვს, მედია უნდა იყოს თავისუფალი, ყველას უნდა ქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება, არავინ არ უნდა იდევნებოდეს და ციხეში არ უნდა სვავდნენ იმის გამო, რომ ვიღაცა საწინააღმდეგო საუბრობს, ესა გვაქვს დღეს დასაცავი და ამის ყველანაირი უფლება, საშუალება და სივრცე გვაქვს. ამაზე უნდა ვიბრძოდეთ, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. საერთო ჯამში ხა მსოფლიო როგორ გადაალაგდება, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ რა გვინდა, ჩვენ დღეს გვინდა რომ ასე ვთქვათ რუსული საზოგადოების ნაწილი კორუფციული ოფშორული ქვეყანა გავხდეთ, თუ გვინდა რომ გავაგრძელოთ გზა ისეთი როგორც აქამდე ქონდა არჩეული, ხო? ანუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტებით, ვენეციის კომისიის მოსაზრებებით და ასე ვთქვათ ევროპარლამენტის და ევროკავშირის მიერ შექმნილი სამართლებრივი, ასე ვთქვათ სამყაროს ნაწილი ვიყოთ. რა გვინდა ჩვენ? თუ ჩვენ გვინდა ეს, მაშინ ჩვენ აი აქ დღეს აგვაქვს საბრძოლი, ჩვენ გვაქვს ამის საშუალებები, თუ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, სადაც ეს უფლებები არის გარანტირებული. ჩვენ ხო არა ვართ ბელორუსი, სადაც ყველაფერი აკრძალული არის, ხო? ჯერჯერობით ახლა. ჯერ არა ვარ და ამიტომ ჩვენ დღეს აქ აგვაქვს საბრძოლი იმისთვის, რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ ნორმალურ ქვეყანაში და ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ ექნება ვიღაც ერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს იმის უფლება, რომ მოვიდეს უბრალოდ და რაღაცა წაგართვას. აი ამაზე მიდის ახლა აქ საუბარი. და ალბათ ზუსტად ის თუ როგორ ვიბრძოლებთ, განსაზღვრავს იმას თუ საერთაშორისო წესრიგში სად მოხვდებით. ახლა ჩვენ თუ რაღაცა წავალთ ავტოკრატიისკენ, ცხადია დემოკრატიულ სამყაროში ვერ მოყვებით. ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვნად აღნიშნა, მაგაზე სიმართლით არც მიფიქრია, მეც მაქვს სულ შეგდება და ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, ახლა ეს პროპაგანდა, ეს სამთავრობო პროპაგანდა, ესე ვთქვათ, ძალიან ფოკუსირებული იმის ჩვენებაზე, რომ აი ჩვენ უკრაინა რუსულ კონფლიქტში რო ავირჩიეთ რუსეთი, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ისინი არ ახსენებენ ამავე პერიოდში მოლდოვას, რომელმაც აერჩია უკრაინის მხარე მას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი როგორც არ უნდა დასრულდეს, ეს კონფლიქტი დღესაც რო გაიყინოს, მოლდოვას არჩევანი იქნება დასრულებული იმით, რომ ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, მიიღებს ფინანსურ და სამხედრო გარანტიებსაც და ჩვენზე წინ წავა. აი ეს უნდა გაიაზროს, ასე ვთქვათ, მოსახლეობა, ანუ რა უნდა საბოლოო ჯამში რუსეთის ნაწილი ვიყოთ და რაღაც ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც რაღაც პატარა ელიტა ისე განაგებს მთელი ქვეყნის რესურსებს, როგორც მას მოესურვება, თუ ეს გვინდა ქვეყანა, რომლის რესურსებითაც ისარგებლოს ყველა მოქალაქე და სადაც ყველას უფლება იქნება
გარკვეულ დონეზე გარანტირებული. იმიტომ რომ აშკარა რომ აი ამ კონფლიქტში რუსული მხარის არჩევით ჩვენ მივდივართ სწორედ იმ სამყაროსკენ, რომელსაც 30 წელი ვცდილობთ რომ თავი დავაღწიოთ. მოლდოვას მაგალითი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხშირად მაგითი აპელირებენ ხოლმე, რომ აი მაშინ ომში ჩაგვეთრევდნენ და მოლდოვა, როცა სასტარტო პოზიციაზე ჩვენ ბევრად კარგად გამოვიყურებოდით, ვიდრე მოლდოვა, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე იყო საუბარი, მაშინ საშუალებას ვიყავი ჩასული მოლდოვაში და ცოტა შოკი მქონდა, იმიტომ რომ რაღაც საბჭოურ ქვეყანაში მოვყევი და ბევრად იქ უთხარი რომ მე მეთქი კორუფცია ვიცი მარტო წიგნებიდან რა არ თქო და პირდაღებულები მისმენენ არა მარტო მოლდოველები, უკრაინელებიც და აზერბაიჯანელებიც და დღეს უკვე ისინი ბევრად უპირატეს მდგომარეობაში არიან ჩვენთან მართლა ძალიან სამწუხარო და დრამატულია განსაკუთრებით ვინც მოლდოვაშია ნამყოფი მისთვის კიდევ რომ ვის ჩვენ აღარც განვიხილებით ასე ვთქვათ ჩვენ არ განვიხილებით მე უბრალოდ მე მინდა რომ ყველა ასე ვთქვათ მაყურებელმა განსაკუთრებით ადამიანებმა რომლებიც ასე ვთქვათ ქართული ოცნების პოლიტიკას ხარს უჭერენ და ტარს უკრავენ აი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და ეძახიან რომ აი რუსეთის არჩევით ჩვენ გადავრჩით ომს თავს კითხვა დაუსვამ თუ ჩვენ გადავრჩით ომს რა შუაში არის საქართველოში ასე ვთქვათ აი ამ დრაკონული დიქტატორული კანონების მიღება ანუ ის რომ ჩვენ ავიცილეთ მაგალითად მოდი ასე ვთქვათ ომი მათი სიტყვით რა შუაში იმასთან რომ საქართველოში მათ უნდათ გააქონ საერთოდ თავისუფალი სივრცე. ანუ რა კავშირია ეს ერთმანეთთან, ხო? კავშირია მიღების სტარებას რომ იგრძალა მაგასთან, ხო? ხო, აი რა კავშირი არის იმასთან რომ აქ აგრძალო მაგალითად მედია, გააქრო არასამთავრობო სექტორი, ვთქვათ, საერთოდ გააქრო თავისუფალი სასამართლო, აღარ განახორციელო არანაირი რეფორმა, შეაჩერო ევროინტეგრაცია, რა შუაში იმასთან რომ შენ აიცილო ომი. ანუ გამოდის რომ შენ ომის აცილების, ასე ვთქვათ, საფუძვლით აჩერებ საქართველოს ევროინტეგრაციას, ხო? ანუ რეალურად ხო ამას იძახიან და იქნებ რამენერად თავის თავს ეს კითხვა დაუსვან ერთი მეორესთან რა კავშირში არის. ხო, საინტერესო სუფიქრობ ხოლმე ამ ადამიანებზე, ვინც მხარს უჭერენ, ერთი ნაწილი გავიგე, ვინც ემსახურება და რაღაც ეგეც აღარ მესმის, მაგრამ ვთქვათ, ვინც მუშაობს და რაღაც ქართულ ოცნებას ემსახურება და ამასთან დაკავშირებით ფინანსური ინტერესია გავიგე, მაგრამ ხო არიან ადამიანები, ვინც მართლა აი ამ პროპაგანდის ჩემი აზრით მარტო სუფთა პროპაგანდის მსხვერპლია, იგივე ეს ომი ავიცილეთ და ასე შემდეგ. რანაირად შეიძლება რომ აი ამ პროპაგანდას თუნდაც მათთან საუბრისას დაუპირისპირდეთ, რანაირად შეიძლება თვალი აუხილოთ დარწმუნებული რომ ისინი ერთ დღეს მიხვდებიან რომ არასწორ მხარეს უბრალოდ მე აზრი აღარ ექნება ამ ყველაფერს. ხო იგივე ეს მედიის ანუ რა ვიცი ახლა უნდა დაუსვან თავის თავს კითხვა პირველ რიგში, რა ვიცი, ღირსებით ევროპისკენ იყო ერთ-ერთი სლოგანი წინასაარჩევნო კამპანიის ევროკავშირის უზარმაზარი დროშა ჰქონდათ ბანერზე გამოკრული თუ ის ადამიანი ფიქრობს რომ აი უკრაინა რუსეთის კონფლიქტში საქართველოს თავი უნდა შეიკავოს ამ მოსაზრებას რა თქმა უნდა აქვს არსებობის უფლება და საკმაოდ კარგი სერიოზული არგუმენტებიც იქით ხარეს არსებობს ამას რა თქმა უნდა არ უაყოფ მაგრამ რა შუაში ეს იმასთან რომ შენ მთლიანად აჩერებ ევროკავშირში ინტეგრაციას მთლიანად სული იმ სამართლებრივ სისტემას რასაც შენ 30 წელი აშენებდი მთლიანად აკრობ დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში და გადაყავს ოფიციალურად ღიად და უფარავად საქართველოს იმ სტანდარტებზე რომელიც მოქმედებს დიქტატორულ, ავტორიტარულ რუსულ სივრცეში. ეს ერთმანეთთან როგორ შეიძლება იყოს კავშირში. და რა თქმა უნდა ეს უბრალოდ ნიშანია იმისა, რომ ეს მხარის არჩევა ამ შემთხვევაში უბრალოდ რაღაც პროპაგანდისტული ნარატივი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო ეს, იმისთვის, რომ ამ ელიტამ გაამყაროს საქართველოს მართვა წლებით და ისარგებლოს იმ, ასე ვთქვათ, ფინანსური თუ სხვა ეკონომიკური სიკეთეებით, თუ მართლობის ცენტრალიზაციით, რომელიც მათ აქვთ უკვე აგერ 12 წელია. და უნდათ ეს გაგრძელდეს, რა ვიცი, ალბათ უსაზღვროდ. როგორც ლუკაშენკოსთვის არის გაგრძელებული და არა მარტო ალიევისთვის და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ
დიქტატურას მე უბრალოდ მინდა რომ ეს ადამიანები მივიდეს რომ აი ამ შიშებით, აი ამ ომის შიშით, აი ამ რუსული მხარის არჩევის შიშით რეალურად ხდება არა ის რომ რაღაც უსაფრთხოება მივიღოთ, არამედ ხდება ის რომ ერთი პოლიტიკური ელიტა აი ამ ნარატივით ფუთავს თავის ძალაუფლების უსაზღვრო ვადით გამყარებას და აი 30 წლიანი ჩვენი ბრძოლის გადახაზვას სრულად. წყალში ჩაყრასა ძალიან მტკივნეულია და მართლა მიყვეს ხოლმე როგორ შეიძლება ამას ვერ ხედავდნენ ადამიანები. ბოლოს მინდა ავცოთ კითხო, დღეს ძალიან აქტუალურია მედიის შესახებ კანონი და ეს თითქოს ესე ჩანს საზოგადოების თუ ეს არის მარტო მედიის პრობლემა, კრიტიკული მედიის პრობლემა. სინამდვილეში ალბათ მინდა ვისაუბრო იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ რაც დამოუკიდებელი თუ გინდას კრიტიკული, მათ შორის ოპოზიციურს, რასაც ვეძახით, ასეთი მედიები არსებობდეს, რიგითი მოქალაქისთვის, იგივე ახლა გურიაში რაც ხდებოდა, რომ არა მედია, ჩვენ ვნახავდით მარტო იმ კადრს არჩილ თალაკვაძე, როგორ დადის ბურანით და ეკითხება ხალხს, აბა რამე ხო არ გიჭირთ. რიგითი მოქალაქეების თქმით მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა სადღაც მაინც ისმოდეს. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად აცნობიერებს და ხვდება ზოგადად თავისუფალი აზრის მნიშვნელობას. არ ამგონია ვინმე იყოს ისეთი, ვინც სხვანაირად ფიქრობდეს, ხო? არ ვფიქრობ, რომ ეს იმდენად ცხადია ეს ყველაფერი, რომ ამას ვინმესთვის ახსნა სჭირდებოდეს. უბრალოდ აქაც ეს სწორედ ეს პროპაგანდა და ეს პოლარიზაცია, რომელიც ხელოვნურად იქნა შექმნილი საქართველოში და მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ გარკვეულწილად ზოგიერთი მედიის ორივე მხარეს ვსაუბრობ, შესაძლებელია ამაში რაღაცა წვლილი იქაც იყოს, იმიტომ რომ პოლარიზებულია და ამას მხოლოდ ჩვენ კი არ ვიძახით, ამას პირველ რიგში ჩვენი დასავლელი პარტნიორები იძახნენ ყოველთვის, რომ ეს პოლარიზაცია არ არის სამმხრივი, ან ორივე მხარეს არის ეს პოლარიზაცია. ამაში რაღაც დონეზე შეიძლება წვლილი მათაც შეიძლება არა, ხო ვაღიაროთ, რომ და მე მგონია, რომ უკვე წლები ეს გრძელდება და რაღაც ფორმატის ცვლილება მათაც უნდა დაიწყონ. ეს უბრალოდ გარდაუვალი და აუცილებელია, იმიტომ რომ სულ რო თავი გავანებოთ იმას თუ ვის რა რეიტინგი აქვს, ვის რა ფინანსური რესურსი აქვს, მე მგონია ის ადამიანები, ვინც გარეთ განან აი ამ 100 დღის განმავლობაში და ეს შეიძლება იყოს 100,000 კაცი, 200,000 ადამიანი, ხანდახან 1000 და შეიძლება 5000, აი მათ როცა გაესაუბრები, ანუ აქ საუბარი მაქვს მათ შორის კრიტიკულ მედიაზე, იქ ხვდები, რომ არავინ არ არის კმაყოფილი იმ მდგომარეობით, რომელიც დღეს არის. მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება თავისუფალი მედიის მნიშვნელობა საქართველოში, მაგრამ ეხლა ბრძოლის ხაზი არის ყველაფერზე. ანუ აქ ხო აღარ არის საუბარი მხოლოდ მედიაზე, აქ საუბარია ზოგადად თავისუფალი, ანუ გამოხატვის თავისუფლებაზე, როგორც ესეთზე. აქ შემოდის როგორც მედია, ისე ზოგადად შეიძლება სოციალური ქსელებიც, არასამთავრობოც, პრესაც, რეგიონალური მედია და ზოგადად მთელი საზოგადოება. ანუ აქ საუბარი არის უბრალოდ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მთლიანობაში. ანუ ჩვენ ვართ უკვე იმ ეტაპზე და ეს ყველაფერი დაიწყო რუსული კანონის მიღებიდან, როცა მიდის ხელისუფლების კონსოლიდაცია და ეს აუცილებლად გაგრძელდება. ეხლა უბრალოდ დაფინანსებას უგრძალავენ, შეიძლება ორ თვეში თუ ეს გაგრძელდა და ეს კონსოლიდაცია მოხდა, უბრალოდ აკრძალონ. და უკვე აღარ დარჩება არაფერი ის, რაც მათ წინააღმდეგობას გაუწევს. ანუ უბრალოდ აკრძალავენ. დღეს თუ მაგალითად 5000 ლარიანი ჯარიმებს წერენ, 3 თვეში, 4 თვეში როცა ეს კონსოლიდაცია მოხდება, უბრალოდ აკრძალავენ ამ ეს გარდაუვალი, ეს ისტორიული ვთქვათ, ლოგიკა არის. ეს ანუ კონსოლიდაცია როცა ხდება და ავტოკრატია გადადის დიქტატურაში, ეს ასე მოხდება აუცილებლად. ყველგან, ყველა ქვეყანაში ასე ხდებოდა და ასე მოხდება. კი. აი ეს უნდა გავითო, ანუ ბრძოლა, მათ შორის მედიის ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა, მოსახლეობის ბრძოლა მიდის ელემენტარულ
ელემენტარულ თავისუფლებებისთვის, ის რა ჩვენ 30 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ, აი ეს იკარგება და გადავდივართ სხვა ფორმატში ქვეყნის მართვის. თამბათ ის უნდა გვესმის, რომ დღეს აქვს ამ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ როგორც კი გადავალთ შემდეგ ეტაპზე, მე ამის შესაძლებლობაც არ გვექნება და რუსეთში რასაც ხედავთ, რომ ერთი ადამიანი ცარიელი ბანერით რო იდგა, როც გახსოვთ თუ არა და რომ დაიჭირეს მაკდონემდე, მივალთ ეს არის ალბათ გასაცნობი, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც რაღაცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ. უბრალოდ მაყურებელმა აი პარალელი გავლოს მაისსა და დღევანდელ მდგომარეობას შორის. თუნდაც ხო მაისში მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, მაშინაც ჰქონდათ უმრავლესობა და თავისუფლად შეეძლოთ მიიღოთ, რასაც ჩვენ ვეძახით რუსულ კანონს, მიუხედავად ყველაფრისა საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია და იყო დებატები, ბრძოლა, საერთაშორისო ჩართულობა, რა ვიცი, აქციები კანონის მიღებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე იღებენ იმ კანონთან შედარებით 1000-ჯერ უფრო დრაკონულ კანონებს და ფაქტობრივად ეს ხდება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ანუ სულ გასული არის, რა ვიცი, რამდენი 8 თვე ხო ალბათ? ხო. და ერთი წელიც არ არის. თუ აი ამ პროგრესიას შეხედონ და წარმოედგინონ, რომ სადღაც ერთ წელიწადში საერთოდ არაფერი აღარ იქნება. აი ესე იქნება აუცილებლად თუ ჩვენ ეს პროცესი დღეს არ შევაჭერეთ. ეს არის გარდაუვალი. ამ დინამიკით შეიძლება 8 თვის თავზე სოციალური ქსელებიც კი აკრძალული იყოს, რაც რუსეთში. თავისუფლად ან შემოიღებენ ჯარიმებს, ან რა ვიცი მე, ჩვეულებრივად ის მიდის ავტოკრატიის დამყარება. ის რაც არის, რასაც ჩვენ ვიზახით მაშინ მაისში, ეს შემოbrunება იყო სწორედ ამ მიმართულებით და თუ ჩვენ ეს არ შევაჭერეთ, ეს გაგრძელდება აუცილებლად, იმიტომ რომ არავის, როცა შენ ახდენ კონსოლიდაცია, შენ გჭირდება სრული რესურსი იმისთვის, რომ მართო უპრობლემოდ ყოველგვარი ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის გარეშე და ეს ასე მოხდება. უკვე დღეს ხო ჩანს, მაისში იყო დებატები და წინააღმდეგობა, დღეს იღებენ კანონს ისე, რომ საერთოდ არავის აზრი აღარ აინტერესებს, არც განიხილავენ, არც ვენეციის კომისიის დასკვნა აინტერესებს, არც ეუთოდერის. ანუ მივალთ იქამდე, როცა არჩევნებიც კი გაუქმდება რეალურად. ანუ შემდეგი არჩევნების აღარ იქნება არჩევნები. რა თქმა უნდა. როცა შენ წინააღმდეგობა უკვე აღარ არსებობს, გააკეთებ ისე, როგორც აკეთებენ რუსეთში. ეხლა ვენეციის კომისია რო ახსენე, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ რა დრო იყო, როცა რეალურად გვჯეროდა, რომ აი ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება და რეკომენდაციები და ამას მე ისინი ან გაითვალისწინებენ, ან არა, მაგრამ მოსაჩვენებლად მაინც აი მაგას სპექტაკლებს თქვენს ხო გახსოვთ, როცა ვენეციის კომისია მაისში აქვეყნებდა დასკვნას, ესენი პასუხობდნენ ვენეციის და შედიოდნენ დისკუსიაში და მაგალითად იძახდნენ, რომ აი ეს მეხუთე პუნქტი არ არის სწორი, არის ესე არის. დღეს ხო უკვე საერთოდ აღარ პასუხობენ. და დღეს ძალიან შორეულია უკვე, რომ ვიღაცა ვენეციის ასე იქნება, აუცილებლად იქნება და სულ გასულია 8 თვე და თუ ეს პროცესი ესე გაგრძელდა ერთ წელიწადში, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივი იქნება მათი აი ამ რეჟიმის ასე ვთქვათ დამყარების მიმართულებით და წინააღმდეგობა საერთოდ გაქრება. რაღაცა სულ მინდა ხომ არ პოზიტიურად დავამთავროთ, მაგრამ არც ერთჯერზე არ გამოდის, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი საფრთხე არა, მე პოზიტივს მეც ყოველთვის მაგას ვფიქრობ, პოზიტივი რა უნდა იყოს და ჩემი აზრით პოზიტივი ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც არ შეეგუება, დარწმუნებული ვარ საქართველოს ასე თქვათ რუსულ რეჟიმად ქცევას და რუსული კანონებით ცხოვრებას, ამაში დარწმუნებული ვარ, იქნება ეს, რა ვიცი, მარტში, იქნება ეს აპრილში, თუ იქნება ეს 1 წლის მერე, ეს გარდაუვალად მოხდება, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ამას არ დაუშვებს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მეც. და მეორე, რაც არ უნდა მოხდეს გლობალურად, ევროპული ლეგიტიმაციის გარეშე საქართველო, რომელიც არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ვერ იარსებებს. მოუწევთ არ აქვს ეს ლეგიტიმაცია მაგრამ მოუწევთ აუცილებლად ამაზე საუბარი, იმიტომ რომ იქნება ეს, რა ვიცი, თუ გინდათ აზერბაიჯანი იყოს, თუ გინდათ, რა ვიცი მე, თურქმენეთი იყოს, თუ გინდათ ბელორუსი იყოს, საერთაშორისო ურთიერთობებში ევროპული ლეგიტიმაციის გარეშე განსაკუთრებით ქვეყანა, რომელიც ევროპის ნაწილი არის, ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. ეს არის შეუძლებელი, ვერც ეკონომიკურს, ვერც სხვანაირს. ამიტომ კი, მათ უნდათ ეხა ძლიერი ხელით მათ ესაუბრონ მომავალში, მაგრამ მათ მაინც მოუწევთ საუბარი ევროპასთან და მათი
მათი ლეგიტიმაციის მიღება ამ შემთხვევაში ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე მაქვს საუბარი. ეს არის გარდაუვალი. ასე რომ მე არ ვფიქრობ ყველაფერი ასე ვთქვათ ცუდად არის. უარესთასაც შეიძლება. რა თქმა უნდა, ანუ მე მჯერა ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, ეს ესე მარტივად ვერ შეიცვლება, კი შეფარულად საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებენ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამას დარწმუნებულება არ დაუშვებს. ჩვენ უფრო მეტნი ვართ. მეც მაქსიმუმად. ჩვენ უფრო მეტნი ვართ და ეს აუცილებლად შეიცვლება. მათ არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ ასე დღისით მზისით ესე მარტივად ქართულ ხალხს წაართვან თავისი, ასე ვთქვათ, ცივილიზაციული არჩევანი. იმიტომ რომ აქ ცივილიზაციულ არჩევანზე მიდის ხო საუბარი. ჩვენ ვიქნებით რუსული სამყარო, თუ გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას იმისთვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული ევროპული სამყაროს ნაწილი. ეს ვერ დასრულდება ეს მარტივად, როგორც მათ წარმოუდგენიათ. მეც ასე მგონია და თან გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ადამიანზეა საუბარი, რომელსაც უბრალოდ ხელში ჩავარდა ძალაუფლება და სინამდვილეში რაოდენობრივადაც ჩვენ მეტნივად მგონია, რომ ინტელექტუალური რესურსის ჩვენსკენ უფრო მეტია და ცოტა მათ უფრო თავი უჭირავთ რაღაც ესე დამაჯერებლად, სინამდვილეში მათაც ძალიან აწუხეთ ეს პროტესტი და მათ შორის დღეს და გუშინ აქტივისტების ცემამ და თავდასხმებმა ესეც აჩვენა და იმედია რომ გვექნება საშუალება თუნდაც 8 თვის მერე როგორც ახლა ვამბობდი რომ ჩემთვის ცოტა რაღაცა ზღაპარი ვიჯღერს რომ ვიღაცა ვენციის კომისიას ეკითხებოდა თქო ეს ზღაპარივით არ ჟღერდეს რომ ჩვენ დავსხდეთ და თუნდაც YouTube-ისთვის ესე ესე მოხდება თქოს არ გაჩერდა აუცილებლად ესე მოხდება. დიდი მადლობა ლევან, ძალიან საინტერესო იყო. ეს იყო მედიახმის პოდკასტი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს უკვე შემდეგ ეპიზოდებში. დაგემშვიდობებით.